დროებით მმართველობითი ორგანოების არჩევა და რეფორმირების ბორდის ჩამოყალიბება. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაზეც ხვალ ნაციონალური მოძრაობა ყრილობაზე იმსჯელებს. ასეთი სტრუქტურული ცვლილებებით კი მიხეილ სააკაშვილის აზრით ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის სტატუსს განიმტკიცებს და საქართველოს გამარჯვებამდე მიიყვანს. როგორ ხედავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ამ რეფორმებს? ის თავის ხედვას ყრილობამდე ერთი დღით ადრე ციხიდან აქვეყნებს. რეფორმირების ბორდი უნდა ჩამოყალიბდეს ექსკლუზიურად არაპარტიული ადამიანებისგან. ამ ბორდს მე ვდგავარ სათავეში და ნანუკა არის აღმასრულებელი მკევანე, რომელსაც აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა და არაპარტიული შემადგენლობა გვჭირდება იმისთვის, რათა გვერდიდან დავინახოთ მოძრაობაში განსახორციელებელი ცვლილებები და ზუსტი რეკომენდაციები დავდოთ სუბიექტური მომენტების გარეშე. რაც შეეხება დროებით მმართველობას, ის 6 თვით შეიქმნება, ვიდრე რეფორმათა ბორდი საბოლოოდ არ შეიმუშავებს საჭირო რეკომენდაციებს. ვინ იქნებიან ამ დროებით მმართველობით ორგანოებში? მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მათში წარდგენილი უნდა იყოს დღევანდელი ლიდერშიფის სრული შემადგენლობით, მიუხედავად კამათისა და ერთმანეთის მიმართ პიროვნული დამოკიდებულებისა. ჩვენგან არაპირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის. ამიტომ ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ტელევიზიით და სოცქსელებში ურთიერთობის გარკვევა. ავიღოთ ყველა მაგალითი ლევან ხაბეიშვილისგან, რომელიც პირადზე მაღლა ყოველთვის საერთო ბრძოლის ინტერესებს აყენებს. აი ასეთი უნდა იყოს ნამდვილი პატრიოტი და პოლიტიკოსი. ნაციონალური მოძრაობა ჩემი, ლევანის, სხვა გამოცდილი მებრძოლების ლიდერობით და ნანუკას დაუღალავი ენერგიის და იდეების დახმარებით, რომელიც ბევრ რამეში ჩემს ადრეულ თავს მაგონებს, მოკლე ხანში ისევ განიმტკიცებს ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის სტატუსს და მიიყვანს საქართველოს გამარჯვებამდე. ყრილობის გამართვის საკითხი რამდენიმე დღის წინ გადაწყდა, როცა პოლიცსაბჭოს სხდომა ჩატარდა. ამ შეხვედრას თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა არ დაესწრო, რამაც დამატებითი კითხვები გააჩინა პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე. თინა ბოკუჩავა, რომელსაც თავმჯდომარის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა 8 ივლის ამოეწურა, პოლიცსაბჭოს სხდომის გამართვის დღეს ქობულეთში ოჯახთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა. სხდომაზე არ გამოცხადების გამო ის თანაპარტიელებმა ღიად გააკრიტიკეს. უკმაყოფილება პარტიის ლიდერების მიმართ არ დამალა არც თავად თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა. მისი თქმით, პარტიაში იცოდნენ, რომ ის ოჯახთან ერთად მიდიოდა რამდენიმე დღით. მანამ სხდომას არაუფლებამოსილი უწოდა, რადგან თინა ბოკუჩავას თქმით, შეხვედრას მხოლოდ 40-მდე ადამიანი ესწრებოდა, მაშინ როცა საბჭოს შემადგენლობაში 120 ადამიანია. დაესწრება თუ არა ის ხვალინდელ შეხვედრას, ეს ჯერ უცნობია. ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 3 საათზეა დაგეგმილი. როგორც პარტიაში აცხადებენ, ის არ იქნება მასშტაბური. არ იგეგმება არც ახალი თავმჯდომარის არჩევა. დელეგატები კი ძირითადად ტექნიკურ საკითხებს განიხილავენ და თუ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადებით ვიმსჯელებთ, აირჩევენ დროებით მმართველობით ორგანოებს და შექმნიან რეფორმირების ბორდს.